შუადღეს მშვიდობის მოგესალმებით. დღეს არის უწყვეტი პროტესტის მე-20 დღე და ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი სფეროს წარმომადგენელი ერთიანდება ერთი მიზნის გარშემო, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ეს არის ახალი არჩევნები. იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენი მოთხოვნა გამომდინარეობს ამ მთავარი მოთხოვნის შესრულებიდან, იმიტომ რომ ვიცით როგორ მუშაობს ქართული ოცნების გვახსოვს როგორ მუშაობდა ქართული ოცნება წარსულში, ქართული ოცნება იყვანდა ტყვეებს სხვადასხვა პოლიტიკური პროცესებისთვის და შემდგომ ამ ტყვეების გათავისუფლებით თითქოს აკმაყოფილებდა რაღაც მოთხოვნებს. ეხლა უმნიშვნელოვანესია ის ადამიანები, ვინც საპყრობილებში სხედან, მაგრამ უმთავრესი ამოცანა არის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, ვინაიდან აღარ მოხდეს ასეთი ტიპის რეპრესიებით ადამიანების ციხეში გაშვება. ვიცით, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე და საბოლოო ჯამში მარშით მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. მრავალფეროვნება და საერთო სახალხო პროტესტის ფორმები არის ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მდგენელი და მე ძალიან მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პროტესტი არის მზარდი, დღესაც ძალიან ბევრი მარში არის დაგეგმილი და ზუსტად ამ წუთებში იწყება მარში დეზერტირების ბაზრიდან, რომელსაც ქვია სტუმარ მასპინძლობის მარში და ახლა ჩვენი კორესპონდენტი ჟანა აკოფაშვილი იმყოფება ადგილას. მოგესალმებით ჟანა. გამარჯობა. მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაჩვენებთ ახლა რა მდგომარეობა არის აქ. დეზერტირების ბაზართან იკრიბებიან სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ყველასთვის ცნობილი შეფმზარეულები, ის ადამიანები, რომლებიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ ან ამ სფეროს სტუმრობენ, მოსულები არიან დეზერტირების ბაზართან და მას შემდეგ რაც შეიკრიბებიან ისინი სიმბოლურად თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან, ასე რომ ვთქვათ, გადაინაცვლებენ ქვეყნის მთავარი გამზირისკენ, რუსთაველის გამზირისკენ ხელახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ტრადიციულად ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნაც. ერთ-ერთი ცნობილი შეფმზარეული ლაშა რამიშვილი იმყოფება აქ და ვკითხავ მას. ლაშა, მოგესალმებით, რომ გითხრათ უფრო ვრცლად თქვენი პროტესტის შესახებ, აი რატომაც ხართ გამოსული ქუჩაში, აი რა მიზეზი არის, რომ ყოველდღიურად ყველა სფეროს წარმომადგენლები გამოსულები ხართ ქუჩაში და მართავთ მსვლელობებს? ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაც არის საქართველოში და რა საფრთხეებიც არის საქართველოში. თავის დიქტატურას უახლოვდებით და ევროპას ვშორდებით და ვშორდებით. აქედან გამომდინარე ამ სფეროს წარმომადგენლები და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიზნესის და ეკონომიკის ძალიან დიდი წილი უკავია ამ სფეროს. აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ითქვას და ჩვენი ხმაც გაიგონოს ყველამ. რომ ამ პროცესებს არ შევეგუებით და ეს არ იქნება მხოლოდ მსვლელობა, ჩვენ ძალიან დიდხანს დავრჩებით ქუჩაში და მზად ვართ, რომ თვეებიც ვიდგეთ ქუჩებში. აი ხო, რა საფრთხემ გამოიყვანა ეს ამდენი ადამიანი ქუჩაში ყოველდღიურად? უწყვეტი პროტესტი არის, ვადევნებთ თვალს, რომ უკვე მე-20 დღეა მოქალაქეები გამოსულები არიან ქუჩაში. რა საფრთხე დაინახეს მათ? ძალიან დიდი საფრთხეები არის. ერთ-ერთი საფრთხე რაც შეიძლება იყოს ის არის, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში კულინარიის ცოდნის მიღებას და ასე შემდეგ, რომლის წყვეტაც აუცილებლად გვექნება თუ ვიზებს გააუქმებენ და არ შეგვიშვებენ. მეორე საფრთხე ის არის, რომ ეკონომიკურად დღითიდღე უარესდება სიტუაცია ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გრძნობთ საფრთხეებს ძალიან ახლოდან უკვე, იმიტომ რომ სამსახურებში შემცირებები არის და ასე შემდეგ. ბიზნესებიც ძალიან უჭერენ და ნუ მოკლედ ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს რა და ერთს დავამატებ, რომ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს ციხეებში არიან, ჩვენს თავს გრძნობთ დაპატიმრებულებად და ვერასდროს ვერ ვიქნებით თავისუფლები თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება ციხეში. დიდი მადლობა შეხვმზარეულ ლაშა რამიშვილს უსმენთ ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში და ოპერატორს თხოვ გაჩვენოთ კადრში, რომ ნელ-ნელა იკრიბებიან აქ სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ყველასთვის ცნობილი ადამიანები, აი თხოვ გადავიდეთ იქით, სადაც ასევე იკრიბებიან ამ სფეროს წარმომადგენლები და გავისაუბრები კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც აქ აქციაზე ამოსული. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ. სიმბოლურად ხედავთ, რომ რითი ხართ მოსული. მენიუ სტარტერზე გვაქვს პოლიტპატიმრების განთავისუფლება,
ძირითადი კერძი არის ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და დესერტზე, რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაცია. სულ ეს არის. ბატონო, ხო ხედავთ რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები ყოველდღე ქუჩაში დგანან მოქალაქე. ჩვენც ვართ უბრალოდ დღეს არის ჩვენი ინდუსტრიის ესე ვთქვათ გამოსვლა. ხო, აი რატომ რა საფრთხე დაინახეთ რომ ქუჩაში გამოხვედით და უწყვეტ პროტესტს მართავთ ყოველდღიურად? ჯერ ერთი არანახული ძალადობა ესეთი სისასტიკე кайხანი არ მახსოვს და მეორე ის რომ სხვა მიმართულებით უცებ, სხვა მიმართულებით გავიღვიძე და სხვა მიმართულებით წავიდეთ სადაც საბჭოთა კავშირისკენ. ხო, აი კონკრეტულად თქვენი სფერო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო, რა საფრთხის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპასთან შეაჩეროს ყველანაირი ურთიერთობა. იცით რა, ყველაზე ნაკლებად ეხლა მადარდებს ჩვენი სფეროს კეთილდღეობა. პირველ რიგში ჩემ შვილებზე ვფიქრობ და ჩვენ ქვეყანაზე. დანარჩენი უკვე თავისთავად ჩვენ თუ ევროკავშირში ვიქნებით, ჩვენი სფეროც განვითარდება და ქვეყანაც. დიდი მადლობა თქვენ უსმენდით აქციის მონაწილეს, რომელიც დეზერტირების ბაზართან არის მოსული. ნელ-ნელა იკრიბებიან მოქალაქეები. მე შევეცდები კიდევ გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს და შემოგთავაზოთ მათი პოზიცია. აქ როგორც უკვე გითხარით არიან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც წლებია მსახურობენ. აი აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები. და ვკითხავ დღევანდელი პროტესტის შესახებ. პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად. აი თქვენც რომ გითხრათ ორი სიტყვა, რატომაც ხართ ქუჩაში, რატომ გამოხვედით და რატომ ხართ დღეს ამ მარშის მონაწილე? ძალიან მარტივი არის დღევანდელი სიტუაციის ასახვა თუ რატო შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პროტესტი. ის რაც 30 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკეთებდა, ევროპისკენ მიდიოდა, ევროინტეგრაციისკენ მიდიოდა და ეს თაობებმა შექმნეს, რაც სინა თაობებმა საუკუნეების მანძილზე ჩვენ გავაგრძელეთ და მენტალურად ავართ ჩამოყალიბებული. შესაბამისად დღეს ამას ყველაფერს ექმნება პრობლემა, დღეს ამას ყველაფერს აქვს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი და ის ვინც გვეპატიჟება რომ ჩვენ ევროპაში გავერთენ, მასთან გვაქვს პრობლემა. ანუ პარტნიორები, რომლებიც გვეუბნებიან რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ცხოვრება, მასთან პრობლემა იქნება და შესაბამისად ეს პრობლემა რო აღმოიფრა, ზუსტად ეს ხალხი ამიტომაც გამოდის ყოველდღურად 100,000-ობით ადამიანი, რომ სიტყვა მიაწვინოს დღევანდელ ხელისუფლებას, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, მას საზოგადოება არ ითანხმება და შესაბამისად სწორი ნაბიჯები არის გადასატყმელი. კი ბატონო, რაც შეეხება თქვენი მიმართვა, რას ეტყვით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზორებიდან უყურებენ ამ პროტესტს და ხედავთ ასევე მათ გამბედაობას, აი საჯარო მოხელეების პროტესტს ვადევნებდით თვალს, რომ არავინ აღარ ერიდება სახელის დამალვას, ასე რომ თქვით, ყველა ქუჩაშია გამოსული, აი ვინც ვერ ბედავს და ჯერჯერობით სახლიდან უყურებენ ამ პროტესტს, აი იმ ადამიანებს რას ეტყვით? იცით რა, ყოველთვის არის ესეთი მოწოდება, გამოდით, თქვით თქვენი სიტუაციის შემდეგ. საკმაოდ ნათქვამი არის, მე ვფიქრობ, რომ ესეთი მოწოდება საერთოდ არ არის გასაკეთებელი, რომ საკმაოდ ნათქვამი გამგებიობა ეს უნდა გაიგოს, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს, მთლიანად მთელი საქართველო ქუჩაში რომ დადგეს, ერთი ადამიანიც რო არ დააგდეს, ამ შემთხვევაში ჯიუტად ამას არ გაიგებენ და იტყვიან, რომ არის კიდე თქვა 1500, მაგრამ 1800 ადამიანი. შესაბამისად, ის რაც ხდება ამის იქეთ, როდესაც ადამიანი ყველა ქალაქში, ყველა პატარა თუ დაბაში არის საზოგადოების უმრავლესობა გამოსული და ამბობს თავის პროტესტს მშვიდობიანად, ამ შემთხვევაში თუ ვერ გებულობ ამას ვერავითარ შემთხვევაში თუ არ გინდა რომ გაიგო, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიგებ. ასე რომ ის ვინც ტელევიზორთან ზის, თუ კლავიატურაზე წერს, თუ ასე შემდეგ, ეს ქმნის მთლიანად მასშტაბურად მთელი განწყობას, რაც დღევანდელ სიტუაციაში ფრის და არავითარ შემთხვევაში ის რომ გამოდი საჭირო აღარ არის, ის დაფიქსირება რომ მე როგორც მოქალაქე ვაფიქსირებ იმ განწყობას, რა განწყობას დღეს რეალურად საზოგადოებას აქვს, რომ მინდა ევროპაში და რეალურად ვერ შევდივარ. ამას ახლა გლობალური ომის პარტიის პრობლემა ქვია, მასონების შეთანხმება ქვია თუ ასე შემდეგ, ჩემთვის სასაცილოა და საზოგადოების ყველაფერი ეს ნათელია. კი ბატონო, დიდი მადლობა. სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, როგორც უკვე იცით, იკრიბებიან დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და გაჩვენებთ ამ წუთის მონაცემებით, რამდენი ადამიანი არის მოსული. თბილისის ეგრეთ წოდებულ კულინარიულ ეპიცენტრში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ადგილი ეგრეთ წოდებული ჰაბი არის, შეიძლება ითქვას, ქვეყნის კულინარიის
არის ძალიან ბევრი შეფმზარეული არის მოსული ადგილზე, რომლებიც რამდენიმე წუთში მსვლელობით გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტისკენ. ახალი თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მთავარი მოთხოვნა. ძალიან დიდი მადლობა. ჟანა აკოფაშვილი იყო დეზერტირების ბაზრიდან, სადაც სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან მარშით და როგორც ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რუსთაველის გამზირზე სრულდება მარშით და ყოველდღიურად მე-20 დღე არის უკვე 10,000-ობით ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ თავარი მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული ეს არის ხელახალი არჩევნები. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავსნა ვისაუბროთ მედია სააგენტოზე, სოვაზე, რომელიც 8 წელია უკვე რუსულ ენაზე ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირთად ორიენტირებული არის აფხაზი, ოსი, დიპკორპუსებისთვის ინფორმაციის მეთოდებისთვის, უკრაინელებისთვის, რუსებისთვის და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. აღნიშნული სააგენტო როსკომნაძორის მიერ არის გაგიკვირდებათ და დაბლოკილი რუსეთის ტერიტორიაზე და ამიტომ მათ უწევთ ოპერირება ქვეყნის გარეთ და რომ მათ მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია რუსულენოვან მოსახლეობას თუ რა ხდება სინამდვილეში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მართა ადაშელია, მედიასოვას დამფუძნებელი და ხათუნა კონჯარია, ბლოგერი, მედიასოვას ჟურნალისტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სააგენტოს არსებობა ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველოა. ყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ინფორმაციას რუსულად იღებს. ოღონდ ჩვენ ვიცით თუ რა ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი ისეთ სააგენტოა, სადაც რუსულენოვანი ინფორმაცია ძირითადად პროპაგანდისტული ნარატივებით არის გაჯერებული და ის ადამიანები, რომლებიც იყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ინფორმაციას იღებენ რუსულად, ძალიან ხშირად ამ ინფორმაციის ფლადინგით უწევთ ხშირ შემთხვევაში რუსული პროპაგანდის მოსმენა და ასეთ სააგენტოების მნიშვნელობაზე მინდა თავიდან ვისაუბროთ, სადაც მიუკერძოებლად და ობიექტურად ხდება ინფორმაციის გაშვება რუსულ ენაზე. ცხადია, რუსული ენა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ასოცირდება ბევრი წელია და დამსახურებულად. ჩვენ ვართ ქართული მედია, ქართული ონლაინ გამოცემა, რომელიც თბილისში დაფუძნდა და აქედან მუშაობს სულ. და ჩვენი მიზანი არის რუსულ ენაზე ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან საქართველოში 2013 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს სპუტნიკ საქართველო, რომელიც არის ოფიციალურად კრემლის პროპაგანდისტული მედია. და სხვადასხვა მედია საშუალებებს აქვთ წვდომა ქართულ აუდიტორიასთან. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ალბათ აუცილებელი იქნებოდა, რომ ეს ნიშა შეგვევსო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკით საქართველოს შესახებ. ჩვენ არ ვართ ამ იდეის ავტორები, მე და ხათუნა ორივე მუშაობდით ტელეკომპანია პიკში, პირველი კავკასიური, რომელიც მუშაობდა საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა და ასევე იყო იდეა, რომ რუსულ ენაზე გაევრცელებინათ ინფორმაცია საქართველოდან და არა მოსკოვიდან. და შეიძლება და თავს მივიშნევთ, რომ მემკვიდრეები ვართ ამ იდეის. პიკი იყო სახელმწიფო პროექტი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მედია და ყველანაირი გავლენისგან ვართ დამოუკიდებლები. როდესაც შევქმნით სოვა და უკვე 9 წელი შეგვესრულდა, წესდებაშიც გვიწერია, რომ ჩვენ ღიად მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს არის, თქვათ, ჩვენი მთავარი ღირებულება, რომლის ირგვლივ ჩვენი ჟურნალისტებიც, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკის სტანდარტების მიხედვით ერთიანდებიან. თავიდანვე საკმაოდ წარმატებული იყო, იმიტომ რომ არსებობდა დეფიციტი რუსულ ენაზე დამოუკიდებელი ინფორმაციის შესახებ და შევავსეთ გარკვეულწილად ესე ვთქვათ ნიშაც. გარდა იმისა, რომ საქართველოში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, დიდ ქალაქებში ძალიან აქტიურად კითხულობს ის, ვინც აქ სულ ცხოვრობს და ცხოვრობდა, სამწუხაროდ ესე არის, რომ რუსეთი ყოველთვის უფრო აქტუალურს ხდის ჩვენს საქმიანობას. აქედან გამომდინარე ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი აუდიტორიის რაოდენობა და ეხლა უკვე შიგნით რუსეთშიც
საკმაოდ დიდი აუდიტორია გვიყურებს და კითხულობს ჩვენს კონტენტს. და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უფრო აფხაზეთი ჩანს აუდიტორიის რუკაზე, იმიტომ რომ ბევრად აქტიურები არიან ისედაც და ცხოვრობენ. მაგის სტატისტიკის მოპოვება შეგიძლიათ და ხედავთ, რომ რა თქმა უნდა, Google ანალიტიკა არსებობს, რომელშიც შეგვიძლია სულ ამონიტორინგოთ, ვინ კითხულობს. ყველაზე აქტიური მკითხველი არის საქართველოში, შემდეგ არის რუსეთი და უკრაინა ენაცვლებიან ერთმანეთს. თუ რეგიონებად დააყოფთ არის დიდი ქალაქები, უკრაინაში ძალიან გვიხარია, რომ აღმოსავლეთი კითხულობს ანუ ოკუპირებული ნაწილი უკრაინის დიახ და მათაც რა თქმა უნდა აქვთ ეს დეფიციტი დამოუკიდებელი მიუკერძებელი ინფორმაციის და ჩვენი სოხუმი სულ არის ამ ჩამონათვალში და ნუ ისედაც ვხედავთ კომენტარებში რომ ძალიან ესე გთვალს გვადევნებენ აქტიურად. მათ შესახებაც წერთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ თვითონ შიგნითაც რა თქმა უნდა იქ არ არის ესე მარტივი მუშაობა და ყოველთვის აინტერესებთ თბილისიდან როგორ ჩანს პროცესები, რომელიც იქ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა თბილისში მიმდინარე პროცესები აინტერესებთ სულ მეტად ახლად. კიდევ მე რაც ვნახე თქვენი TikTok გვერდი დავათვალიერე, სადაც ძალიან აქტიურად არის გაშუქებული და პრაქტიკულად როგორც შესაძლებელია ეს TikTok-ის მეშვეობით მოხდეს სულფასოვნად, მეტნაკლებად თუ რა ხდება რუსთაველის გამზირზე და ალბათ ხათუნა არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ამ ყველაფერს იღებს, იმიტომ რომ ჟურნალისტი თქვენ დამფუძნებელი ხართ და ხათუნა არის, რომელიც ამ ყველაფერს შეიძლება ტელეფონითაც იღებდეს, ხო თუ შეიძლება ვცდები, არ ვიცი როგორ ხდება ეგ ამბავი, მაგრამ ეგეც მოგვიყევით, მაგრამ მე მაინტერესებს, როდესაც ხდება ამ ყველაფრის გადაღება და როდესაც არა ქართული მედიიდან და განსაკუთრებით რუსულენოვანი ჟურნალისტი ესაუბრებ მათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ პირველადი ეფექტის ასე ვთქვათ ადამიანებს, რომლებსაც წერთ. სამწუხაროდ, ხო, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადავიდნენ გვერდზე, გამოიკვლიონ კონტენტი, დრო არ არის, ასე შემდეგ, ყველგან სწრაფ დროს ცხოვრობთ და ჰეითი მოდის თუნდაც მხოლოდ რუსული ენის გამო, ყოფილა ეპიზოდები, როდესაც ლაივს წერ აქციიდან, დემონსტრაციიდან და გარკვეული აგრესია იგრძნობა, მე ადამიანი გაჩერდება, ისმენს, რასაც საუბრობ და მიდის, მაგრამ ვერ გავამტყუნებთ, იმიტომ რომ სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს ჟურნალისტი, მანამდე ეს აპრიორში ეგეთი განცდა არის. რუსული ენას ძალიან სენსიტიურია ჩვენ საზოგადოებაში, როგორც აღნიშნა მარტამ, თუნდაც პროპაგანდის გამო და ასე შემდეგ. ამიტომ არა, გაგებით ვეკიდებით, უბრალოდ ძალიან გვიხარია, რომ ქართულენოვან საზოგადოებაშიც გაგვიცნეს, ასე გამოდის, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთ ბაბლში მოვხვდები, სადაც არავინ არ მეტყოლებს რუსულას და ცნობენ ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. რა ვიცი, ვიზრდებით და ვცდილობთ გავაკეთოთ საქვეყნიერო საქმე. ხო, თქვენ დარწმუნებული ვარ, ამონიტორინგებთ კონტენტს, რასაც დებთ, როგორი გამოხმაურება აქვს იმ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც თქვენ გიყურებთ. ძალიან საინტერესო არის მიმდინარე მოვლენებზე, როგორი გამოხმაურება არის აფხაზეთიდან. ან ოსი კითხვის ოსები ნაკლებად ჩანან, იმიტომ რომ უფრო ავტორიტარული არის მაინც პატარა ცხინვალის რეგიონი, ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ახალგაზრდები არ არიან. აფხაზეთი ამ მხრივ უფრო აქტიურია და ჩვენც მეტად ვხედავთ, თქვათ. აფხაზები სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ძირითადად როცა მათ არ ეხებათ და გვიყურებენ, მოსწონთ, იმიტომ რომ თვითონაც უყვართ ეს რაღაცა. სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, სადაც ისინიც ქუჩებში გავიდნენ. კი, და იციან, რომ ეს არის კარგი ზოგადად და როგორც ჩვენ ვუყურებთ და გვიხარია, როცა ესე იქცევიან, მათაც ანალოგიური რაღაც შეგრძნებები აქვთ და წერენ ამას ღიად. როგორც კი ეხება იმას, რომ ტერიტორიულ მთლიანობის საკითხზე როცა გადადის და ჩვენ ღიად ამას ჩვეულებრივად ვიყენებთ ყველა ტერმინს, ანუ ოკუპირებულზე ასე შემდეგ, ძალიან არ მოსწონთ. ოკუპირებულ ტერმინზე, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერმინზე ისეთი აი ეს წინთ, რომ ძალიან წინთ გონიათ, რომ არ არიან ოკუპირებულები და ნუ ჩვენ სხვადასხვა რაკურსიდან ვუყვებით, რატომ არიან რეალურად და ეს ნაწილია პროპაგანდის ასევე მათთვის, რომ მიაჩნიათ, რომ არიან დამოუკიდებლები, თუნდაც ის პროცესები, რომელიც ახლა იყო სოხუმში, გონიათ, რომ ეს არის რაღაცა მათი დამოუკიდებლობის, ესე ვთქვათ, ინდიკატორი და ჩვენ ამას სხვადასხვა მხრივ ვუყვებით და ვაჩვენებთ რა პროცესები
პროცესები შეიძლება იყოს და სხვა შორის ძალიან ყურადღებით უსმენენ ამას. ხო, ერთი საკითხია, როგორ რეაგირებენ ამაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ რეაგირებენ ამ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, თქვენ არ ყავთ მხოლოდ ისეთი რუსი კითხველი და მნახველი, რომელიც რაღაც კეთილგანწყობილი არის თქვენი მედიის ან ზოგადად ამ პროცესების მიმართ. ერთია საინტერესოა, როგორ რეაგირებს ეს ხალხი ამაზე და ყველაზე მეტად რაზე ქონდათ რეაქცია მიმდინარე მოვლენების დროს და ასევე დარწმუნებული ვარ, დიდი შემოტევა იქნება თქვენ მედიაზე ტროლბოტების მხრიდან. ანუ აი ტროლბოტების ნარატივი გასაგებია, რომ ფაქტობრივად არაფერზე არ არის დაფუძნებული და დიდი შემოტევა გექნებათ, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს აი არაკეთილგანწყობილი რუსი მკითხველი რას წერს და როგორი არაკეთილგანწყობილი ზოგადად მკითხველი არის ძალიან ერთნაირი, ანუ ქართველიც, რუსიც და თუნდაც აფხაზიც, რომელიც არის არაკეთილგანწყობილი, ყველას ერთნაირი ნარატივი აქვს. ეს არის რუსული კრემლისტური ნარატივი და ყველა სხვადასხვა ენაზე წერენ იგივეს, გაგიკვირდებათ ან არ გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ message box-ი გაავს ქართული ოცნების წარმომადგენლის ნარატივი. ერთ-ერთია, იმიტომ რომ ხო copy paste. კი, თქვენც ხო იცით, რომ ძალიან ემთხვევა. ამიტომ ისინი პრინციპში დიდი განსხვავება არ არის, როცა ვკითხოთ, რუსი არის, რომელიც არის, ნუ რუსულად წერს, ახლა არ ვიცით რუსია თუ ვინ არის, მაგრამ რუსულად წერს და იგივეა, რაც ვთქვათ, ქართულად წერს. და ზუსტად იგივე, ანუ მიგინდათ და ასე შემდეგ და რასაკეთებ და საფშოს ყიდით. დაალბობას არ გმობენ წერენ ბოლო დროს, ანუ ტროლბოტები გამოჩნდა უკრაინულ ენაზე და უკრაინული რაღაც hate speech-ებიც არის ხოლმე ჩვენს კომენტარებში. ხო, ალბათ ტროლბოტებით მომართული იქნება, რომ თითქოს უკრაინელებიც არ უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და სავარაუდოდ ერთნაირად მუშაობს ყველა ენაზე და ყველა რეგიონზე ეს ნარატივი. ბევრი არის ისეთი, ვისაც მართლაც მაგრამ ძირითადად ყოველთვის შეგვიძლია რომ გავიმიჯნოთ რომ ეს არის რაღაცა ერთი message box-იდან წერს ადამიანი და ადამიანი თუ ვინც არის და უბრალოდ რაღაცას დაკვეთას აკეთებს. რუსულენოვანი აუდიტორია არის ძალიან მრავალფერო, ბევრნაირია რუსეთი, როგორც რუსეთი არის დიდი, ისეთი არის ეს აუდიტორიაც არის ისეთი ვინც ძალიან მხარს გვიჭერს და აქ რაღაცა რომ მაგრები ხართ და არ დანებდეთ და ჩვენი შეცდომა იგივე არის ბელორუსები იგივე წერენ უკრაინელებს უნდათ რომ რაღაცა უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ თქვათ თავისი გამოცდილებებიდან გამომდინარე აი ძალიან საინტერესო არის ხო ამის მონიტორინგი უბრალოდ ჩვენი ზოგად პრობლემა კომენტარების ის არის რომ ყოველთვის ვერ იგებ ვინ დგას ამის იქით და ამას ესე თქვათ research-ის ანუ კვლევის რაღაც რესურსი სახეს ყველაზე აქტიურად რომელ პლატფორმაზე ხდება მსგავსი შემოტევა კომენტარების ყველაზე ჩვენ ზოგადად დივერსიფიცირებული კონტენტით ანუ იმიტომ რომ TikTok-ი თქვენ რო ახსენეთ TikTok-ზე უფრო ასე ვთქვათ ნაკლებად პოლიტიკურ კონტენტს ვდებთ მაგრამ ეხლა უკვე აღარ ძიერ პროტესტები აქტიურად შუქდება მაგრამ ზოგადად ორ პლატფორმაზე ვართ საქართველოს არის Facebook-ი და YouTube-ი და YouTube-ზე უფრო მეტი ვოტია რო დაფიქრდე ანუ მიუხედავად იმისა რომ Facebook-ზე უფრო მეტი ფოლოვერი და გამომწარი ყავს YouTube-ზე უფრო აქტიურობენ ტროლბოტები. სულ საერთოდ უნდა დაუბრუნდეთ მას თუ ჯერ არ ყავს ჩართვით ცოტა ხანში გადავალისო დიდი ვიხდი და მაინტერესებს რამდენად ანუ თქვენ ალბათ დარწმუნებული ვარ ამონიტორინგებთ იმ ანალიტიკას აკეთებთ შემოსვლების აი ამ პროცესებში ამ 20 დღის განმავლობაში რამდენად გაზრდილი არის ზოგადად ყურებადობა და ნახვები თქვენს პლატფორმებზე. იცით როგორ არის ანუ როგორც კი რაღაცა ხდება მნიშვნელოვანი, ეგრევე ადის კრიტიკულ მედიას ზოგადად ეგ ახასიათებს, ხო ჩვენთანაც იგივე ხდება ხო? ხო, ძალიან რეიტინგული ხდება. ეხლაც იგივე, ანუ ისეთი პლატფორმები, რომელიც თქვათ არ იყო ძალიან არ გვყავდა ბევრი გამომწერი, მაგალითად Telegram-ზე, ერთ თვეში გაორმაგდა თუ არ გასამაგდა ვთქვათ და ძალიან ბევრი ასევე გამომწერი დაგვემატა TikTok-ზე რამდენიმე 1000, YouTube-ზე, Instagram-ი მაინც უფრო ისეთია light კონტენტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონტენტი გვაქვს, მაგრამ იქაც ძალიან გაიზარდა. საინტერესო არის, როდესაც ახლა მთავარი არხის წარმომადგენლები და კრიტიკული მედიის რომ დიდი პლატფორმები არის და ყველა კარგად იცნობს, ვიცით როგორი დამოკიდებულება აქვთ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. თქვენ შემთხვევაში თუ გქონიათ ესე ინტერაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და
თუ იციან თქვენი მედიის შესახებ და თუ როგორი განწყობით არის, წინასწარი განწყობა არის ხოლმე ყოველთვის, როდესაც თავი არხის ჟურნალისტი კითხვა სვამს ქართული ეთნობის წარმომადგენლის მიმართ. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ჩვენს შესახებ იციან, ჩვენთანაც როგორც დანარჩენ მედიასთან არ თანამშრომლობენ, კრიტიკულ მედიასთან. მით უფრო რომ არ თანამშრომლობენ საერთოდ ხო, ანუ არ არის. ეხლა თუ სადმე შევხვდით და კითხვა დავუსვით ესე რომ მოულოდნელი იყოს, ალბათ რაღაცას გვიპასუხებენ, მაგრამ ესე რომ დავრეკოთ და შევათანხმოთ, რომ იქნებ თქვენი აზრი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც სტანდარტს ვიცავთ და ყოველთვის მეორე მხარესაც ვაძლევთ და მესამესაც და როცა გვინდა რომ რაღაცა საკითხები უფრო კონკრეტულად ვთქვათ გავიაროთ სახელმწიფო შტოსთან ძირითადად იგნორირება არის და სიმართლე გითხრათ უკვე რამდენიმე წელია ჩვენს გავეშვით რომ უკვე ამაში დროს არ ვხარჯავთ. თქვენ როგორც ონლაინ გამოცემა ეხა პარლამენტში მარტის აქციების დროს მიმდინარე მოვლენების დროს ალბათ აკრედიტაციის პრობლემაც გექნებოდათ შესაძლოა. ხო, კი, რა თქმა უნდა, არც განიხილება, ანუ არ შვებენ არავის ისედაც ონლაინიდან. ამიტომ ეგ პრობლემა სულ არის. მით უფრო რომ რუსულენოვანი ვართ, ამაზე კიდე ცალკე კომპლექსი აქვს, ქონდა უბრალოდ ქართულ ეხლა უკვე აღარ აქვს, მაგრამ რუსულად მაინც არ საუბრობენ. იმიტომ რომ ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვინც რუსულ ენას ფლობს, ყველა დანარჩენი ანალიტიკოსი თუ პოლიტიკოსი, თუნდაც ოპოზიციონერი, ყველა გვეწერება რუსულად და პირდაპირ კომუნიცირებს ჩვენს აუდიტორიასთან, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოწყვლადი აუდიტორიაა და ჯობია, რომ პირდაპირ ესაუბრო, ვიდრე თქვა თარგმანებით და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ აქვს ალბათ არ. ხო, ქართულ ოცნებას ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისკენიდან ძალიან დიდი მადლობა რუსულიც არ იცის. ან თუ იცის ძალიან სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. და ჩართვით ახლა დეზერტირების ბაზრიდან ზანაკობაშვილი ყავდა და ახლა ლუკა ნაჭყებია ყავს პირდაპირ ჩართვით. მოგესალმებით ლუკა. მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა. ლუკა, მე-20 დღე არის უკვე პროტესტის, უწყვეტი პროტესტის და ყოველდღიურად ნაკადი და საპროტესტო მუხტი იზრდება, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. რატომ გადაწყვიტეთ დღეს რომ სტუმრომასპინძლობის მარში გაგეკეთებინათ და როგორია თქვენი გეგმა? ციტარი ჩვენმა ინდუსტრიამ რაღაცა კრიტიკულ ზღვარს აღწევს უკვე ყოველდღე, ანუ ეს არის ფაქტიურად ჩამოშლის პირას არის სრულიად და თან ამდენი წელი ქართული კულინარიის და მომსახურების კულტურის შენების მერე ძალიან ცუდი გეზი ავიღეთ ჩვენთვის, ზოგადად იმიტომ რომ ანუ ქართული კულინარია თავიდან მომზადდა იყო იმის რომ გახდა გლობალური ექსპორტი ევროპისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის და ეს გზები ნელა გვეპეტება. თან ამასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი რაც არის სრული სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რეჟიმის პატიმრობაში, იმიტომ რომ ანუ იქამდე სანამ ყველა ადამიანი, ვინც უსამართლოდ დაპატიმრებული არის, სახლში არ შეხვდება ახალ წელს, არ ჩვენ შევხვდებით ახალ წელს, არავის არ გვეხალწება, არავის არ გვეხალისება ეს ყველაფერი და რეალურად ეგ არის ორი მიზეზი აქ შეკრების, რომ გადარჩენა ინდუსტრიის და გადარჩენა ქვეყნის და გადარჩენა და დახმარება და სოლიდარობა იმ ხალხს, ვინც პატიმრობაში არის. ლუკა, თქვენ გარდა იმისა, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ, ასევე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებიც ხართ, მან შეკრებილი, იმიტომ რომ ეს ბიზნესი არის და ვიცით რომ ძალიან ძიმედ დააწვა არსებული ვითარება ბიზნესს. ვიცით ასევე რომ ალტერნატიული პლატფორმა კეთება, სადაც 450-ზე მეტ ბიზნესს აქვს ხელი მოწერილი და ეს სია ყოველ საათში იზრდება და ძალიან მიხარია რომ ეს ასე ხდება. მე მაინტერესებს აი არიან კიდე ბიზნესები დარჩენილი, მათ შორის დიდი მსხვილი ბიზნესები, რომლებიც ჯერ კიდევ არ უერთდებიან ამ საპროტესტო ტალღას. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხმა ამ პროცესში, იმიტომ რომ გარკვეულწილად ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი არის ბიზნეს სფერო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანი არის აქ და გარკვეულწილად დგას ხელისუფლების რაღაც ნაწილი ამ ბიზნესზე. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმა ხმა მოიღოს და პროტესტი იყოს სოლიდარული. ეს არის გარდაუვალი არის, იცით რა არის? გარდაუვალია, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური წნეხი დააწובה ყველას. ბიზნეს ანუ არა, ანუ ხალხი მაინდა-მაინც ვერ დისკრიმინირებს მაგაში სფეროში, ყველა თუ ზარალობს რაღაც ჯგუფი ზარალობს ყველა აბსოლუტურად. ამიტომ ის ბიზნესები, რომლებიც ახლა ხარს არ უჭერენ ამ ინიციატივას, უბრალოდ თავისივე თავს ავნებენ პირველ რიგში და მე მგონია რომ დრო რო გავა და კრიტიკულ მასას მიაღწევს, ისინი იძულებულები იქნებიან რომ რაღაც ხმა მოიღონ, იმიტომ რომ უბრალოდ
ის ყველა ნიშანი ჩამოშლის უკვე არსებობს და უბრალოდ დროის ამბავია ეგ მგონია რა. მალევე ანუ ხარდაჭერი ბიზნესის რომელიც ის ბიზნესი რომელიც ხარს უჭერს სახელმწიფოს, ის ბიზნესი ადრე თუ გვიან ეხა უკვე ზარალობს ამყოფით, მაგრამ უარესტი ზარალებს. ლუკა, ერთი კითხვაც მექნება საბოლოოდ. მე მაინტერესა შე როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას. მესმის რომ ძალიან რთულია რაღაცა პროგნოზების გაკეთება და სპეკულირება იქნება, მაგრამ როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ხედავთ რომ გარკვეულწილად ყინული დაძრულია, ბზარი გაჩნდა სისტემაში და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ საზოგადოებამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთონ. ის ფაქტი რომ უბრალოდ ჩვენ ახლა რესტორნები ვართ ძირითადად საშუალო ბიზნესის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ვართ ძირითადად, ხო? ის ფაქტი რომ ბევრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი უკვე შეუერთდა ამ პროცესს, უკვე ძალიან დიდი ნიშანი არის, რომ ბოლი გაზდის თქო ამ პროცესს უკვე რა და ხანძარით ჩდება ნელა და ანუ ჩემი შეხედულება ისეა რომ ამ სიტუაციაში ან ჩავიწვევით ყველა ერთად მთავრობასთან ერთად, ან კიდე მთავრობა დათმობს და ხალხს ეცდება რომ ხალხი მაინც გადარჩეს რა. აი ეგ არის რა, აქ არის ან მათი ჩაძირვა ჩვენთან ერთად, ან მხოლოდ და მხოლოდ მათი ეს თქვა გზის შეცვლა და დათმობა ესე ვთქვათ რა. სხვა ვარიანტი არ არსებობს. კი. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. მე ვიცი რომ ხო, მე როგორც ვიცი, ქეთი ბაქრაძეც ყავს მე მგონი ჩართვით იქვე იმყოფება ქეთი, თუ შეგვიძლია რომ ქეთი შემოვიყვანოთ ეთერში. ჩვენი კორესპონდენტი შეიძლება რომ ქეთი ბაქრაძე შემოიყვანოს პირდაპირ ეთერში, ვიცი რომ იქ იმყოფება. დაველოდოთ ერთი წუთი. მაგრამ ხო, ნუ ერთი რაც ზანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, აი ქეთი ბაქრაძეც შემოვიდა ეთერში. ქეთი, მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით ძვირფასებო. ქეთი, პროტესტის მე-20 დღე არის და ვიცით რომ პროტესტი ყოველდღიურად არის მზარდი და კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ პროცესში. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სფეროს ჩართულობა ამ პროტესტში? ვიცით რომ თქვენ ამ სფეროს წარმომადგენლებს დიდი უმრავლესობა ისედაც იმყოფება რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ეს თემატურად სფეროების მიხედვით თავის სათქმელის თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგვიყევი რატომ ფიქრობ რომ არის მნიშვნელოვანი რომ სტუმრ-მასპინძლობის სფერო ესე სოლიდარულად გამოხატოს საკუთარი აზრი. პირველ რიგში ერთი აი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ახლა თქვა, იმიტომ რომ აქ ცოტა რაღაცა ისეთი ინციდენტის მომსწრები გავხდით. სხვათა შორის ეს დეზერტირის ბაზარი ყოველთვის გამოირჩევა ამ აგრესიულობით, არ ვიცი რატო. ჩვენ მოვედით აქ ადამიანები, რომელიც ყოველ დღე მოვდივართ დეზერტირის ბაზარში და ხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს. ამ ხალხმა უნდა გაიგოს აქ რომელიც ახლა აპროტესტებს ჩვენ მოსვლას, პირველი რაც მინდა რომ თქვა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აქ ვეღარ ვივლით. იმიტომ რომ ჩვენ სფეროს, როგორც ყველა სფეროს, პირდაპირ ურტყავს ეს ყველაფერი, პირდაპირ ურტყავს ჯერ ესეთი არასტაბილური გარემო. პირდაპირ ურტყავს აი ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება და ჩვენ პრინციპში და მე მაგალითად ჩემზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში 15 წელია რასაც ვაკეთებ და მთელი 15 წელი რომ ვცდილობ რომ ქართული სამზარეულო გავიტანოთ როგორც პროდუქტი და გავყიდოთ რომ შემდეგ შემოვიდეს ბევრი ტურისტი და აქ ვიმუშაოთ იმისთვის რომ შევიტანოთ ბევრი თანხა ბიუჯეტში და ვიქირავოთ ნორმალური მთავრობა რომელიც ჩვენს როგორ გითხრათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს რომ ჩვენ ვართ მათი დამქირავებლები. ქეთი, საინტერესო არის, ესე იგი, ვიცით რომ სხვადასხვა ბიზნესი უკვე ძალიან 450-ზე მეტი ბიზნესი არის იმ ხელმომწერი იმ პლატფორმაზე, სადაც ასე ვთქვათ, ალტერნატიული პლატფორმა იქნება, სადაც ძალიან ბევრი ბიზნესი საკუთარ პროტესტს გამოხატავს. ყოველ საათში იზრდება ამ ბიზნესების რაოდენობა, რამდენად მნიშვნელოვანი რომ კიდევ უფრო მეტი და მსხვილი ბიზნესები შეუერთდნენ ამ საპროტესტო მუხტს. ტალღას. ძალიან მნიშვნელოვანია მგონია რომ სხვანაირად არც გამოვა ყველას მოუწევს ამაში შემოერთება იმიტომ რომ ყველას ემსხრება ეს თავისი შრომით იქნება თუ არ ვიცი როგორ აწყობილი ეს თავისი მცირე თუ დიდი ბიზნესები იმიტომ რომ გამორიცხული ამ ქვეყანაში ამ მოცემულობაში ჩვენ ვერ გადავრჩებით მართლა 90-იან წლებში დაბრუნდები და კუპონი იქნება მონაგონი. ქეთი, რა ინციდენტი იყო რომ მოგვიყვა შეგვიძლია?
რა ინციდენტი იყო შეგიძლია ინციდენტი იყო ისეთი, რომ ბაზრის გამყიდველები, რომლებიც გამოირჩევიან სხვათა შორის ჩემი დაკვირვებით ყოველთვის აგრესიულობით, გამოვარდნენ და ჩვენ გვეძახდნენ, რატომ მოვედით აქ და რატომ ვიკრიბებით აქ და რატომ ვაპროტესტებთ. და ეხლა ცოტა ხანში თქვენთან რომ მოვჩებით, ეს აუცილებლად მივალ და აუხსნით, რომ ჩვენ ყოველდღიურად აი ამდენი ხალხი დავდივართ აქ და ამდენი რესტორანი ძირითადად ყველა ვყიდულობთ ამ ბაზარში პროდუქტს. და ამიტომ ამათმა უნდა კარგად გაიაზრონ, რომ აი ეს ყველაფერი თუ ესე გაგრძელდა, აი ეს ხალხი აღარავინ არ მოვიდა აქ და ვერაფერს ვერ იყიდის და შერჩებათ ახალ წელს ის გოჭები ესე. და ბოლოსკენ უნდა კითხვა აუცილებლად მესმის რომ რაღაცა პროგნოზები რთულია და რაღაც სპეკულაციაც რო არ გამოგვივიდეს, როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ, ტალღა მზარდი არის, როგორ ფიქრობ, ბზარები გაჩნდა სისტემაში, ამის არაერთი დასტური არსებობს, როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას, რამდენი ხანი დარჩა სისტემას შენი წარმოდგენით? ეხლა მე ზუსტად რიბადებს ვერ ვიტყვი, მე საერთოდ ძალიან ოპტიმისტი ვარ და ძალიან მებრძოლი ვარ ჩემი ხასიათით, ასე ვთქვა და ვერავის ვერ დაუთმობ და ვერავის ფუფუნებას და ფუფუნებაში ყოფლას ვერ დაუთმობ იმას, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ და ვშრობობ. მართლა არ არსებობს სხვა გზა, ჩვენ არა გვაქვს. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. უნდა დავამარცხოთ ეს სატანა მართლა სახელოვნად რა. ძალიან დიდი მადლობა ქეთი, წარმატებებს გისურვებ, დაგემშვიდობები. ხო, მე ვფიქრობ, რომ ყველა ერთი იდეის გარშემო არის აქ გაერთიანებული, მიუხედავად საკუთარი სფეროს, იმიტომ რომ ყველა სფეროს ეხება ის, რაც ხდება ახლა ქვეყანაში, უბრალოდ მოთხოვნა და ის ერთობა, რაც ახლა თბილისის ქუჩებში არის ერთიანი, ეს არის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რაც ვახსენე, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანამ იგივენაირად გააგრძელოს ცხოვრება, თითქოს არაფერი არ მომხდარა, ამას სჭირდება პოლიტიკური პასუხისგებლობა და კონკრეტული ქმედებები და კონკრეტული ქმედები ამ შემთხვევაში არის ახალი არჩევნები. კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა მინდა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იყოფებიან რეჟიმის ტყვეობაში, მაგრამ მათი გამოშვება შეუძლებელი იქნება თუ ამ ქვეყანაში არ ჩატარდა ხელახალი არჩევნები. თუ მათი გამოშვება მოხდება ამის გარეშე, არავინ არ ვიქნებით დაზღვეული, რომ ზეგ და მაზეგ და დღეში და ერთ თვეში ჩვენ არ დაგვიჭერენ ისევ. ამიტომ მთავარი და მეტა მოთხოვნა უნდა იყოს ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ჩვენ ახლა ხანმოკლე რეკლამაზე გავავთ და რეკლამის შემდეგ დათო სამნიაშვილთან ერთად დავბრუნდებით, ამიტომ დაგველოდეთ.